შაქარაძე 6 წლის. ვსწავლობ სახალხო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა და ხატვა. 1 წელია დავდივარ ცეკვაზე. თავიდან ცოტაზე ფეხის წრებზე ძნელი იყო დადგომა. ადვილი იყო ტრიალი. ჩემი საყვარელი ცეკვა თიუნი. კონცერტი ჯერ არ მქონია და მალე მინდა მქონდეს. მაგ კონცერტზე მინდა ჩავიცვლა გრძელი კაბა. ვარდისფერი. მე ლავაზი გოგო და ყველაფრის ჩაცვა ვიხდება. კაპლანჭვაც ძალიან ვიხდება. მე ვიპნარჭები ასე. ოვადას ვისვამ, ცვევს ვიბარცხნი და ლავას ვიცვა. მე მიყვარს სწორად წასვლა სოფო ვიცოლასთან. მე მინდა კიდევ ვიცეკო 3 წელი. ჩემი ცეკვის მასწავლებელს ჰქვია ედნარი. ძალიან მხიარულია და ცოტა მკაცრი. უყვარს ბავშვები და თვითონაც კარგად ცეკვას. მე რომ გავისდები ვიცეკვებ მასზე კარგად. მე კიდევ მიყვარს ხატვა და ჩემს ვისწავლ. ხატვა დავიწყე 4 წლის ასაკში. მე ვიცი გოგონას დახატვა, სახლის დახატვა, ყვავილების დახატვა. ყველაზე ძნელია სკოლის დახატვა. ადვილია ყვავილების დახატვა. ყვავილებიდან გავარ გვირილას. ჩემი საყვარელი ფერია ვარდისფერი. არ მიყვარს წვენე, იმიტომ რომ ბიჭების ფერია. მე მინდა გავყიდო ჩემი ნახატები. თითო ნახატი ეღირება 50 რალი. მე ნახატებს ყველაზე ხშირად ჩუქნი მამიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. თოვლის ბაბუას სულ მოაქვს საჩუქრები. შანშარმა ჩუქა საპრანჭავო საღებავი. წელს მინდა ვაჩუქოს თოჯინი. ჩემი აზრით თოვლის ბაბუა არის 47 წლის. მისი ნამდვილი სახელია ზაზა. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგად სწავლობ. ჩემი კლასში ყველაზე მხიარულია ელენე ოშანიძე. ყველაზე ჭკვიანია ელენე ბაგრატიო. ყველაზე ცალკია ალექსი დუმბაძე. მე ვარ ყველაზე პრაჭია, კეთილი და ლამაზი. ჩემი საყვარელი საგანია არის ხელოვნება. საყვარელი წიგნია დედაინი. მე უკვე ვისწავლე ყველა ასოს წერა. ყველაზე უფრო წელს ასომგერა კ. არ მომწონსი, იმიტომ რომ ცუდად იწერება. ჩემი საყვარელი მასწავლებელია ციცინო ბერიძე. იმიტომ რომ მხიარულია სულ მეფერება. მინდა რომ იყოს ციცინო მასწავლებელი ჩემი ბებია. რომ გავისდები, მინდა გამოვიდეს ცეკვის მასწავლებელი. ბავშვობაში ვიდოდა გავსულიყავი პრინცესა ელზა. მე იმიტომ არ გამოვედი, რომ ისედაც პრინცესა ვარ. სახლში ცხოვრობ მე, დედიკო, მამიკო, ჩემი ძმა და ჩემი და. კიდევ მინდა ყავდეს 2 ძმა. ჩემი და არის 15 წლის და ქვია ლიზი. ის არის მხიარული და ზოგჯერ ჭკვიანი. ჩემი აზრით ლიზი რომ გაიზრდება, გამოვა მოცეკვავი. ჩემი ძმა არის 7 თვის და ქვია გიო. ის არის ცელქი, ტირელა და მჭამელი. გიო ალბათ გამოვა პოლიციელი. მამიკო არის ვაჟკაცი, უშიშალი და ჭკვიანი. არაფრის რეშინია არც ლამის. დედიკო არის ტკბილი, მხიარული და ჭკვიანი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. მე მიყვარს ვურცმინების ყურება. ჩემი საყვარელი ვურცმინია მაშა და დათვი. ჯერდა ცნობილი ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი პატარა თეთრ ლეგოს. წინა მონაწილემ დამიტოვა კითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარი iPhone. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ კითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? გონია ყველაზე ცნობილი ადამიანია ბებია ჩემი ნათელა შაქარაძე.
ბედნიერება არის სწავლა, ტელეფონი და დედიკოს ჩაღუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.